წარმოებელი თქვი? არა, ეხლა ვიტყვი. წარმოებელი არის Solido, რომელიც 1932 წელს შეიქმნა, კომპანიად დაფუძნდა და აკეთებენ მოდელებს იმის მერე. და პატარა რაღაცას გეტყვით, რომ Solido როცა დაარსდა, მაშინ იყო ერთი დიდი ბრენდი, რომელიც დღემდე არის Korgi რა. ის უშვებდა მოდელებს. და გადაწყვიტა ერთმა ფრანგმა ადამიანმა სახელი სამწუხაროდ ვერ ნახე, რომ ევასებოდა რა მოდელების და რაღაც თემები. და გაეკეთებინა თავისი კომპანია. და დაიწყო აი ნოლიდან და თავიდან რო აკეთებდნენ მოდელებს დასცინოდნენ წყალებში, რომ ხან საღებავი არ უარგოდა, ხან რაღაც დეტალი არ უარგოდა. და ნელ-ნელა დახვეწა და მოვიდა აი აქამდე. და მე ვთვლი, რომ Solido-ს ბიუჯეტურში უშვებენ ხოლმე გადის რა. ხო. მე ვთვლი, რომ საქართველოსთვის რამდენად ბიუჯეტურია მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად კი მე ვთვლი, რომ ბიუჯეტურში საუკეთესო ხარისხია. კი, საკმაოდ მაღალი ხარისხი არის. დეტალიზაციაზე უკვე არც ვისაუბრებ იმდენად. ხო, და ყველაზე მაგარი რა არის, რომ მარტო 1.53 კი არა აქვს. 1.64-იც აქვს, 1.18-იც აქვს და არის მანქანები, რომელიც მარტო 1.53 მასშტაბში ყავს. და არის მანქანები, რომელიც მარტო 1.18-ში ყავს. ანუ ექსკლუზივის თემები. ხო, ნუ ეხლა აი კონკრეტულად ეს მოდელი მარტო ეს არ არის ჩვენ კოლექციაში მეორე მოდელია ეს Solido-ი. ისიც დამაგარი ვიდეოა Koenigsegg Jesko-ი. კი ბატონო. ნუ ისიც განსხვავებული მანქანა არის. ხო და რას ვიძახდი, რომ კონკრეტულად აი ეს G900 ბევრი არ არის. სხვა კომპანიებშიც ვეძებდით ჩვენ. არის GT Spirit აქვს 1.18-ზე, რომელსაც არაფერი არ ეღება. და 1.18-ს რო არაფერი არ ეღება, ჩემთვის დიდი მინუსია. ხო. ნუ ეგ ანუ საბაზრო ფასკი არის სადღაც 150-დან $200-მდე იმისი. და პლუს გამბაჟება წონა რაღაცა და ეხა მაგ ხელა თანხას რო იხდი და არაფერი არ ეღება. ხო, ნუ ცოტა ისეთი თემა არის რა.